ისინი ვინც არიან დღეს სათავეში ამ ქვეყნის მართველი პარტია, ისინი არაფრად თვლიან არც კონსტიტუციას, არც ადამიანის უფლებებს და არც ხალხის ნებას. ასევე თუ გადავხედავთ სხვა ინსტიტუტებს, პარლამენტი არ პარლამენტობს, არის ჩაკეტილი კარების მიღმა, რაღაცა ერთპარტიული შეკრება, რომელიც რა გადაწყვეტილებებს იღებს არავინ არ იცის, ან რატომ იღებს, ან რის საფუძველზე, ან ვისი ინსტრუქციით ეს ინსტრუქციები მოდის ერთ ადამიანისგან საქართველოში, თუ საქართველოს საზღვრების მიღმა არის მიღებული ეს გადაწყვეტილებები, ესეც აღარ ვიცით. ეს არის დღევანდელი ჩვენი სამწუხარო ძალიან ღრმა კრიზისი, რომლიდანაც გამოსავალი არის ერთი და მხოლოდ ერთი. ეს არის არჩევნები. და ჩვენ ვხედავთ დღეს და ეს არის ძალიან სასიხარულო, რომ ჩვენი პარტნიორები არ აღიარებენ არჩევნებს, უკვე 2 თვენახევარი პრაქტიკულად გასული არის და არავინ არ აღიარებს არჩევნებიდან გამოსული არც მთავრობას, არც პარლამენტს, არც პრეზიდენტს და ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, მივდივარ ვაშინგტონში ვიქნები, ჯო უილსონის დაპატიჟებით, ექნება მაღალდონის შეხვედრები და ვაგრძელებთ ამ ურთიერთობებს ჩვენ პარტნიორებთან, ჩატარდება ახალი არჩევნები და დაუბრუნდებით იმ წყობას, რომელიც არის საქართველოსთვის ყველაზე სასურველი და მის საზოგადოებისთვის ყველაზე სასურველი, დაგვიბრუნდება ყველა ის დახმარებები, რაც არსებობდა და რაც უნდა გაძლიერდეს კიდევ უფრო, იმიტომ რომ ჩვენი ეკონომიკა რეალურად არის ძალიან მძიმე დღეში და ჩვენ დაგვჭირდება არჩევნების მერე ძალიან სერიოზული ახალი ძალისხმევა ჩვენგან პირველ რიგში და ასევე ჩვენი მეგობრების და პარტნიორების დახმარების კუთხით.